გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი რეგიონებში ფერმერებთან შეხვედრებს განაგრძობს. ამჯერად დავით სონღულაშვილის სამუშაო ვიზიტით ქვემო ქართლში იმყოფებოდა, სადაც სახელმწიფო მხარდაჭერის შექმნილ საწარმოებს გაეცნო. მინისტრმა ფერმერებთან შეხვედრაზე აგროსექტორში არსებულ გამოწვევებზე, მიმდინარე სახელმწიფო პროგრამებსა და დარგის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა ფერმერების მხარდაჭერის მექანიზმებზე, ადგილობრივი წარმოების გაძლიერებასა და თანამედროვე აგროტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის საკითხებზე. საინტერესო არის სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი და დაფინანსებული წარმოებები ზუსტად ამას ემსახურება. ჩვენი ვიზიტი ერთის მხრივ ნახოთ ის წარმოებები, რომელიც სახელმწიფოს დაფინანსებით და მხარდაჭერით განხორციელდა, აგრეთვე ადგილზე შეხვდით ფერმერებს და ადგილზე მოვისმინოთ მათი საჭიროებები, თუ რა გამოწვევები აქვს, თუ რა შესაძლებლობები არის, რაც შეიძლება ხარში დავუდგეთ, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ფერმერები, რადგან რა თქმა უნდა ძლიერი სოფელი და ძლიერი ფერმერი ნიშნავს ძლიერ ქვეყანას და ძლიერ ეკონომიკას და ამისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია თითოეულ ფერმერთან მაქსიმალურად კონდეს თქმა და შესაძლებლობა რომ ადგილზე გავეცნოთ ყველა იმ საჭიროებას, რომელიც არსებობს და რომელიც აქვს. თავის დავაცხადია, მნიშვნელოვანია ასეთი საწარმოების შექმნა, რომელშიც ახლა ვიმყოფებით, იმიტომ რომ ასეთი საწარმოები ქმნის დამატებით სამუშაო ადგილებს, ქმნის ღირებულებათა ჯაშს სრულად პირველადი პროდუქციის წარმოებიდან საბოლოო პროდუქტამდე, რაც რა თქმა უნდა ეს ყველაფერი იძლევა ეკონომიკის გაძლიერების შესაძლებლობას, საექსპორტო პროდუქტის ქმნის საექსპორტო პროდუქტს და ეს ყველაფერი თავის დავაცხადია ქვეყნის განვითარებას ადგენს. სახელმწიფო პროგრამების შეღავათიანი აკროკრედიტი იქნება სხვათა შორის ასევე აწარმოეს საქართველოს პროგრამების ხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია. არა, იყო არამედ დღემდე ძალიან მნიშვნელოვანია. საწარმო სადაც გავართ დღეს ესიც ამ სესხის კონკრეტულად ეს საწარმო სესხის დამსახურებით არის თავის დროზე შექმნილი. დღემდე ვსარგებლობთ ყველა იმ შესაძლებლობით, რომელსაც სახელმწიფო გვაძლევს ზოგადად რომ განვავითაროთ ეს წარმოება. ეს უწყვეტი პროცესია თავისთავად და მომავალშიც ალბათ კიდევ ბევრი იდეები გვექნება რა მიზნობრიობითაც ამას გამოვიდა.